თან წაიკითხეთ აბა რა იწერება? x-ისა და 60-ის ჯამი ტოლია 720 რა იქნება? დაასწარით აბა ვიდეოს. გაყოფილი ფრაზე. გაყოფით გადადის, ხო? კი ბატონო. ნახეთ, ეხლა ის არის გვიჩვენებს, რომ რა უნდა გავაკეთოთო? გაყოფაო. კი ბატონო. წავიკითხოთ რა, რაც იწერება. x-ისა და 60-ის ჯამი ტოლია რამდენის დაასწარით, აბა? პასუხი რამდენი? 80. 72 გავყოთ 9-ზე ხო 8 არის და რადგან 0-ია, იწერება 0, ხო? 720-ია. რა მივიღეთ? მარტივი განტოლება, კი ბატონო. მარიამ დაფასუყურე. რატომ არის მარტივი? დიახ, თქვი, ერთი მოქმედება. ორ მოქმედებიანი იყო დავიდა ერთ მოქმედებიანზე. მანამდე იყო მიმატება, გამრავლება და ეხლა გვაქვს მხოლოდ რა? მიმატება. და უკვე შეგვიძლია დავწეროთ x-ი ტოლია. აყევით რა, x-ი ტოლია. დაასწარით აბა 80 გამოკლებული 3. სანამ დაიწერება, მინდა რომ თქვენ დაასწროთ. x-ი ტოლია რას უდრის, აბა? აბა ნახოთ აბა. კი ბატონო. ეხლა რა უნდა ვქნათ, რას ვამბობ? ყოჩაღნიდან შევიტანოთ x-ის მნიშვნელობა. კი ბატონო. წაიკითხეთ სანამ დაწერს 20-ისა და 60-ის ჯამი გამამრავლოთ 9-ზე უდრის 720 ყოჩაღდათ. ოღონდ ეცადეთ რომ ერთდროულად ისაუბროთ, ხო? არ ერთმანეთს არ გავუწევთ. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? როცა შემოწმება მაგალითი უნდა მართლა გამოვიყვანოთ და არა პირდაპირ 720 უდრის 720 ეზე არ მოვწერო. აბა ეხლა მიდი გაყევით, რაო რას ამბობს? 20 და 60 გვაძლევს 80. რა იწერება? 80 გავამრავლოთ 9-ზე. სამწუხაროდ აქ არ დამიწერია, მაგრამ ჩვენ დავწეროთ ხოლმე, რომ ზებირად გავაკეთეთ, ანუ ადვილია ფაქტიურად. 9-ჯერ 80 არის 720 და ტოლია 720. ჩვენ რა ამოხსენით ახლა როგორი განტოლება? რთული განტოლება.